ალექსი ახვლედიანს წაუყენეს უკვე ბრალი იარაღის დაუდევრად შენახვის გამო თორნიკე რიჟვაძის საქმეში ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში ის მოგვიყვება რა თქვა ადვოკატმა ადვოკატმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა ზახესის დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ის გაეცნო ბრალის დადგენილებას, მას ჰქონდა ასევე შესაძლებლობა გასაუბრებოდა მის დაცვის ქვეშ მყოფს და ის ამბობს, რომ ის არ ეთანხმება პროკურატურის ამ განცხადებას, ამ და უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს იმ ნაწილში, რომ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი იარაღის შენახვის ნაწილში. ადვოკატი გვეუბნება ასევე იმას, რომ თავად უკვე ბრალდებული ისაუბრებს სასამართლოს ხდომაზე, ვრცლად თუ რა მოხდა, რას ედავებიან მას, რატომ ედავებიან და ასევე იტყვის სასამართლო პროცესზე იმასაც, რომ ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. სხვა დამატებით ინფორმაციაზე ჩვენ ვერ მივიღეთ დღეს პასუხები ალექსი ახვლედიანის ადვოკატის მხრიდან. ჩვენ ცხადია გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ვინ იმყოფებოდა ალექსი ახვლედიანის სახლში, სწორედ ამ შეხვედრის დროს რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს, საიდან იყო ეს იარაღი ამოღებული. ერთადერთი რასაც ადვოკატი გვეუბნება არის ის, რომ სპეციალურად მოწყობილობაში იყო შენახული ეს იარაღი. შესაბამისად აქ დაუდევრობასთან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გვექნებოდა კავშირი და დაუდევრობას არ ჰქონდა ადგილი. ახლა უკვე საინტერესო არის სასამართლო პროცესი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს პროცესი უკვე ჩაინიშნოს დღესვე, რადგან პროკურატურა უკვე მიმართავს სასამართლოს ამ წინადადებით. ბრალთან დაკავშირებით ჩვენ პოზიცია ასეთია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ კეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში. ეს ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათებიდან გამომდინარე, ეს არის იზოლირებული ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია ეს და იკეტება კარები, მისი კარები იკეტება. ეს кейსი ქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის ის კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჩეროვდება ესაც და ნახავთ თქვენი თვალით კამერები. ამოღებული აქვს გამოძიება, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად რეალურად იმას, რასაც მე ხო თქვენ გიყვებით. ანუ როგორ მიდის ამ ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე გამოაქვს იარაღი, შიდა პერიმეტრზე სახლის პერიმეტრზეც იყო კამერები დამონტაჟებული. დიახ, ეს ყველაფერი ჩანს. ბრალთან დაკავშირებით მე გითხარით, რომ ეს იქნება რა თქმა უნდა შემდგომი მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ ინახავდა სპეციალურ კეისში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა სპეციალური кейსით ვინმე დადიოდეს სააბაზანო ოთახში. შესაძლებელია იქამდე იყვნენ სტუმრები, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში. მარტო იყო. ახლა მთავარი კითხვა არის სწორედ რა ხდებოდა იმ ღამით საგარეჯოში ალექსი ახვლედიანის სახლში და რა მიიყვანა თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე. მანამდე კი პროკურატურამ უკვე როგორც გითხარით და სოფო როგორც შენც აღნიშნე, გავრცელა განცხადება, უკვე ბრალდებული არის ალექსი ახვლედიანი, მას ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას საცხოვრებელი სახლის ფანჩატურში და თუ დაუმტკიცდა სწორედ ეს ბრალდება, მაშინ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.